YouTube არხი Alex Hart გამოიწერეთ მეგობრებო. ავტომობილების ინფორმაცია და უამრავი სხვა ინფორმაცია ჩინეთიდან არის აქ. მოდით ახლა რაღაც მინდა განახოთ. ეს არის Toyota Sienna. Toyota Sienna, ნახეთ როგორი ცხვირები აქვს. ეს არის განახლებული, ეს არის ყველაფერი მოდიფიკაცია. ნახეთ? ეს არის სტანდარტული ცხვირები. ნახეთ? იგივე Toyota Sienna, ახალი ოღონდ სტანდარტული ცხვირები. როგორც იცით, ახალი მანქანების ექსპორტი ჩინეთიდან აიგრძალა, ავტომობილი აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული ნომრებზე 180 დღე და იმის მერე მარტო შეუძლებთ ექსპორტს. მაგრამ არსებობს ისეთი მანქანები, რომელიც წინასწარ დგებიან ექსპორტზე, მაგრამ ისევ რჩებიან ნულოვანი გარბენით. აქ სადაც ვარ, ეს ესეთები არ არის, მაგრამ არსებობს. შეხედეთ როგორი სალონები აქვს, მოდიფიცირებული სალონი, განახლებული სალონი, ნახეთ. ნახეთ როგორი ძალიან ლამაზი ყველაფერია, შეხედეთ. ძალიან ლამაზი ავტომობილები და ასე მინდა რომ მიაქციოთ ყურადღება აი ამ ავტომობილს. ეს არის Buick GL8. უმაგრესი ავტომობილია. აი თქვათ Toyota Sienna, აი Buick GL8. კამერა 320 უდიდესი კომფორტი აქვს ამ მანქანას, მაგრამ ეს არის ახლა მოდიფიკაციები. მაგრამ ზოგადად ამის სალონები Toyota სტანდარტულ სალონები ბევრად ჯობია, ბევრად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ Toyota ცუდი ავტომობილია. არა, უბრალოდ სალონებში ნამდვილად მოიკოჭლა ვიდრე ჩინური ავტომობილები. ასევე ინფორმაცია, რომ ეს Buick არის მასიურად წარმოებადი ავტომობილი ჩინეთში. ამერიკული ბრენდია, დღემდე ამერიკული ბრენდია, მაგრამ ეს ბრენდი 2000 წლიდან SAIC General Motors-ში შენდება ჩინეთში მასიურად თლიან ჩინეთის მასშტაბით. არის მომხმარებელი ამ ავტომობილის. შეხედეთ. განვიხილოთ ეგეც, ნახეთ როგორი ავტომობილებია. ძალიან მაგარი ავტომობილები. შეხედეთ როგორი ჭერი. აქ მონიტორი. რა თქმა უნდა, გათბობა, გაგრილება, აქ ელექტროწარმოება, ჩვენი კომფორტის ძალიან ბევრი ყველაფერია. შეხედეთ. ამიტომ რომ მარტო Toyota და BMW და Mercedes-ი არ არსებობს, კიდე არის ისეთი მარკები. თუმცა არაჩინური. თუ გინდათ რომ არაჩინური სახელი იყოს, აი Buick, ეს არის ამერიკული. ნახეთ Toyota, იაპონური, ხო? სხვადასხვა მანქანებია, მაგრამ ჩინური ახლა ბევრ მანქანას უკვე ჯობია. ბევრ მანქანას ჯობია. მაგრამ ყველას ექნება თავის ადგილი. ყველა ავტომობილს ექნება თავის ადგილი, ყოველთვის არავინ არსად ბაზრიდან არ მიდის. ყველა მუშაობს და ყველაფერი მუშაობს, რა თქმა უნდა, რაც თქვენ მოგწონს, თქვენ ის უნდა შეიძინოთ. ეგ არის ყველაზე უპირველესი სიმართლე. ეგ არის და დანარჩენი უკვე დეტალებია. აი ეს არის ნახევრად მოდიფიცირებული შიგნით აქ, აი ესე ვთქვათ, ასეთი სალონები, ნახეთ, მექანიკური, უკვე ჩვეულებრივი ფიზიკური კნოპკები აქვს. მაგრამ მაინც და შიტოკები და წინა აბლიცოვკა არაა გაკეთებული, როგორც ვთქვათ, აემათ, ხო? ამიტომ რომ ესეც მანქანები ხელმისაწვდომია, კი უფრო კაი ფასებში არის აქედან და კი არის დაუზიანებელი, აბსოლუტურად საღი ავტომობილი, ნამდვილი საღი ავტომობილი. და ჩვენ კიდე ვაგრძელებთ. ეხლა აქ რა უნდა დაგანახოთ? ნახეთ. Toyota Sienna, აქაც არის Toyota Sienna. როგორ კეთდება? აი ეს მოდის ახალი ავტომობილი. ნახეთ. შუმოიზოლირება ხდება, ძირიდან იზოლირება, დამატება ყველა მომენტებს, რაც კი საჭიროა, იმიტომ რომ სინამდვილეში ზოგი მანქანა ძალიან ბევრს კიდე თხოვს, იმიტომ რომ ქარხნულად ბევრი რაღაც გაკეთებული არა აქვს. შეხედეთ, მაგრამ ეს მაინც ლუქსისთვის არის განკუთვნილი და კეთდება ლაქშარი ავტომობილი. ნახეთ, ეხლა ესენი აბსოლუტურად ახლებია, ნომრებიც არ არის დაყენებული, ანუ ექსპორტი მაგის არ შეიძლება 180 დღე სანამ რეგისტრაციიდან. მაგრამ ნახეთ, ეს არის შიდა ბაზრისთვის, იშლება ყველაფერი, მომხმარებელი შეუკვეთავს სალონს როგორიც უნდა, მერე უკეთდება ის შუმოიზოლაცია როგორიც უნდა, დანარჩენი ყველაფერი როგორიც უნდა. კომპლექტაცია შეიძლება ამოირჩიოთ ნებისმიერი. შეხედეთ. აქაც ყველაფერი შუმკა გაკეთებული აქვს უკვე. აქ. ნახეთ, როგორ კეთდება ეს ყველაფერი. ეს არის ნამდვილი წარმოება, სადაც ეს ყველაფერი კეთდება. ეხლა გადავიდეთ კიდე. აქვე არის Mercedes-ები მეორე მხარეს, ეს Toyota-ები ხო, ნახეთ უკვე, ხო? შევუკვეთებთ ნებისმიერ სალონს, აი ეს Toyota, ხო? ნახეთ როგორი სალონი ეხლა კეთდება, პროცესია ყველაფერი. ნახეთ? ყველაფერი პროცესია.
მოგვიანებით გაკეთდება, იქნება ძალიან მაგარი რაღაცა. აი კიდე. ეს Mercedes-ები, ხო? ეს Mercedes. აი ეს ახლა უკვე პროცესშია, ეგეც. ნახეთ, ეს საწყის პროცესშია საერთოდ. Ლიანად დაიშალა ეს Vito. ნახეთ? ლიანად დაშლილია. ჭერი, ყველაფერი საერთოდ. ცხვირი ვთქვათ, ამას ასეთი აქვს, ჯერჯერობით სტანდარტული ცხვირი აქვს. ამას ჯერ არ ვიცით როგორი ცხვირი იქნება, იმას უკვე შეუცვალეს, მაგრამ ამას უკვე სალონი აქვს დაწყებული, ნახეთ როგორი სალონი აქვს. მე მგონი ძალიან სიმპათიური სალონია, გააჩნიეთ თქვენ რა გინდათ, ასეთი იქნება ყველაფერი. შეიძლება იყოს ასეთი ვთქვათ ხო, ასეთი ფერის სალონი. ნახეთ? აქედანაც შევხედავთ. ამ სალონს ნახეთ? აი ასე. აი ესეთი ჭერი. აი ესეთი წინამხარე. ბევრნაირი წლები იქნება, ბევრნაირი მოდიფიკაციის ვარიანტი. მაგრამ რაც თავარია, აი ესე უნდა დაიშალოს. ყველაფერი შიგნით უნდა გაკეთდეს, არა მარტო აბივკა მიაკრან და მორჩა, არა. იზოლირება, დამატებითი იზოლირება მერე კიდე ეს. მერე კიდე მესამე ფენაც არის და მერე უკვე სპეციალური ნოხები და ასე შემდეგ, რელინგები და ასე შემდეგ. ნახეთ. აი ეგეც დაშლილია, მალე გაკეთდება საუკეთესო ულამაზესი ავტომობილი. აი ახლა ვთქვათ, ამას აქვს ძველი ცხვირი, თავის სტანდარტული, ხო? მაგრამ ესეთი აი ზუსტად არის ახალი მანქანები ასეთები. და ეს უკვე აი განახლდა, გაკეთდა ასეთი ულამაზესი მორდა. მე მგონი ძალიან მშვენიერია, ამიტომ ასეთი Mercedes-ები ჩვენ შეგვიძლია შევქვნათ. ასევე ჩვენ მივმართავთ B2B service, ანუ business to business კომპანიებს, ვისაც უნდა ავტომობილების სფეროში თანამშრომლობა, შეიძლება იმერი მოტორში დაკავშირება და ჩვენ შეიძლება გადაზიდვას გავიკეთოთ, როგორც Strongway Logistic Georgia, ასევე შეგვიძლია მოგაწოდოთ ავტომობილები სხვადასხვა პროექტისთვის, რასაც უკვე ვახორციელებთ. ამაზეც კიდე შემდეგ ვიდეოებში ვიტყვი რა პროექტები გვაქვს უკვე დაწყებული. მაგრამ შეიძლება ვითანამშრომლოთ, მოვრიგდებით, ისე უნდა ვითანამშრომლოთ, რომ ყველა ვიყოთ ყმაყოფილი. და მარტო თანამშრომლობა ის კი არ არის, რომ მარტო ჩვენ კარგი სერვისი გვექნება და თქვენ ყმაყოფილი იქნებით მარტო ჩვენი სერვისით, არა. ჩვენ კიდე შევქმნით იმას, ასეთ სიტყვა არის community. ეს არის ასე ვთქვათ, წრე და ის საზოგადოება, სადაც კიდე სხვადასხვა რესურსები გაქვს, სხვადასხვა თემებში შეიძლება ერთმანეთსაც დავეხმაროთ, ან გაუზიაროთ და რაღაც კიდე სხვა პროექტი ერთობლივად მოვიგონოთ და უამრავი რაღაცა ასეთი რაღაცა, იმიტომ რომ საქმიანობა და ურთიერთობა მარტო ის არ არის, მარტო სერვისი. სერვისთან გამომდინარე კიდე არის წრე, რომელიცაც ვთქვათ, სერვისში შენ შეიძენ მაგ წრეს და უკვე მეტად გავვითარდები. სხვადასხვა კიდე კუთხეებით. მე მგონი ეს ძალიან მაგარია და გავვითარდეთ, ქართული ბრენდები გამოვითაროთ. მე კიდე სხვა ცეხებს ახლა დაგანახებ, ეს ძალიან მაგარი ვიდეო იქნება და ამ საქმეს ძალიან მაგრად გავაკეთებ. იყავით ხაზზე. გამოიწერეთ ჩემი TikTok-ი, YouTube-ი, Alex Hart. უამრავი ინფორმაცია გელოდება მანდ. გრძელდება Mercedes-ების წარმოება. შეხედეთ. ეს არის ვარსკვლავების ცა. Mercedes-ისთვის ახლა კეთდება. ნახეთ. უკვე ანათებს, უკვე მუშაობს. აქ კიდე ახალი და მეორადი აბივკა, რომელიც დაემატება თქვენი სასურველი ფერი, სასურველი ტყავი, სასურველი მასალა. აქ ყველაფერი აიწყობა, გასუფთავდება. აქაც ყველაფერი დაიკრობა. აქ დამატებითი ყველაფერი რაც საჭიროა გაიკრასკება. და აქ ყველაფერი გაშრება და აქ ყველაფერი გაპოლირდება. უამრავი დეტალი შეხედეთ. უამრავი რაღაცა ხდება აქ. ნახეთ, რამდენი არის დეტალი, რომელიც არის მნიშვნელოვანი. ასევე შეგვიძლია შევარჩიოთ ტყავები. ნახეთ, ტყავები და მანქანის მასალა. ეს არის ნამდვილი ტყავი. ეს ყველაფერი ნამდვილი ტყავია. დანარჩენი არის ნაპატყავი. ესეც ნაპატყავია, ესენიც ნაპატყავი, აი როგორც ასე ვთქვათ, რა ქვია მაგ სიტყვას, დერმანტინივით რაღაცა თუ გადაბრუნებული კიდე ეს ალკანტარასავით რო არის ასეთი, აი.
ასეთი და უამრავი სხვადასხვა მატერიალის, სხვადასხვა ხარისხების მიხედვით. მაგრამ მაინც ყველა ნორმალური და კარგი. არაფერი ისეთი არ არის, რომელიც იხევა და ფუჭდება და ესეთი რაღაც. თორემ ეს არის წარმოება, სადაც თლიანად შეიძლება ავაწყოთ თქვენი ავტომობილი, აი თლიანად. ნახეთ, აქაც დამზადდება დეტალები, ნახევარფაბრიკატები, აქ ყველაფერი შეიკერება. აქ ადამიანები დაждდებიან, გააკეთებენ თქვენ მანქანისთვის სხვადასხვა პოლუფაბრიკატს დეტალს, აქ დაიჭრება. ეს პლოტერი აკეთებს დაჭრას, თვითონ რასაც დაუხაზავ კომპიუტერში, ეს პლოტერი დაჭრის მასე. მერე ეს ყველაფერი გადავა უკვე შეკერვაზე. ასევე ნახეთ, ეხლა მუშაობს ზუსტად პერფორაციის დანადგარი. ეს აკეთებს პერფორაციას. მოდით შევხედოთ. უკნიდან ნახოთ უკვე რა გააკეთა, აბა. ნახეთ. მერე არის ცეხები, სადაც ეს დეტალები იწყობა. აქ არის უფრო იაფიან მანქანებისთვის. დანარჩენი კიდე სხვაგან არის. მაგრამ ძალიან დიდი წარმოება, ძალიან საინტერესო კეთდება ყველაფერი საინტერესოდ და გავაკეთოთ ერთად. გავაკეთოთ. გავაგრძელე, კიდე ინფორმაცია გზაშია. თქმა უნდა, უამრავი დეტალია კიდე. შიტოკი, ეს მზადა პროდუქცია, კაპოტი, აქეთ უამრავი შიტოკი, პატარა დეტალები, ჭერები. აქაც უამრავი კაპოტები, ჭერები, შიტოკები და პლასმასები და ასე შემდეგ. საწყობი აუცილებელია ასეთ საქმეში, როცა მუდმივად კეთდება, რა თქმა უნდა, ქარხანა და კიდე რაიმ საინტერესო კომპანიები, ვისაც უნდა აი მანქანა ხო შემოვა, მეორადი თუ ახალი ის ხო დაიცლება თავის სტანდარტული სავარძლებისგან. აი, ეს სავარძლები სად არის? ეს სავარძლები არის აქ. მე ეს სავარძლები, რა თქმა უნდა, მიდის გაყიდვაში იგივე ავტომობილებზე, ვინც აყენებს უკვე სტანდარტულ ახალ ან მეორადს სავარძლებს და თუ და გაინტერესებთ ესეთი თემა, შეგვიძლია ეგეს განვიხილოთ თქვენთვის და შევიძინოთ ეს ამ ავტომობილების უკვე მეორადი და მაგრამ ეს არის ყველაფერი ახალი, რომ უკვე მეორადად ითვლება და კაი ფასში იქნება ეს ყველაფერი. მე მგონი, მაგრამ ჯერ ფასები არ ვიცი, ჯერ ფასები მომწერეს შემატყობინოთ თუ და გაინტერესებთ, ყველაფერი გაიყიდება მარტო რაოდენობაში, არანაირი ერთი ცალი და ორი ცალი არ იქნება, მაგრამ გაიყიდება. შეგვიძლია ამაზეც ვიმუშაოთ. და. რა თქმა უნდა. საავტომობილო სფერო ჩინეთში ვითარდება ძალიან დიდი ნაბიჯებით. ავტომობილები ვითარდება ძალიან დიდი ნაბიჯებით. ეს ერთ-ერთი საწყობია, სადაც მერსედესების და ყველა ავტომობილების საერთო დისკები და უამრავი კიდე დეტალი არის მოტანილი, ან შექმნილი, ან შეკვეთილი და ასე შემდეგ. იქაც ბევრი წვრილმანი, ტყავები და ასე შემდეგ. საავტომობილო თემა ვითარდება. იმირი მოტორს ჩვენ ვავითარებთ, მაქს სფეროს, ჩვენ ვავითარებთ ლოგისტიკას. ჩვენ ვავითარებთ სხვადასხვა ბიზნესებში ურთიერთობას. ჩვენ გვინდა რომ გავითარდეს ჩვენი ქართული ბრენდები, ქართული კომპანიები, ვითანამშრომლოთ ლოგისტიკაში, მანქანების შესყიდვაში, მანქანების შეძენაში თქვენთვის. და სულ ყოველთვის გახსნილები ვართ თუ რაიმე საინტერესო შემოთავაზები გაქვთ. ჩვენ სერვის რასაც ვაკეთებთ, ჩვენ ვაკეთებთ არა მარტო იმისთვის, რომ გავაკეთოთ მარტო სერვისი და ვითანამშრომლოთ და ყველა ყმაყოფილი ვიყოთ. კიდე პლუს იმისთვის, რომ ერთმანეთი გავიცნოთ, გაუზიაუროთ ხანდახან ერთმანეთის გეგმები, ან თუ საჭირო იქნება რესურსები და შევქმნათ კიდე ახალი თანამშრომლობა. მე მგონი ძალიან კაია, მაგისთვის არის ეს ყველაფერი შექმნილი, რომ გავიცნოთ ერთმანეთი და კიდე გამავითაროთ ჩვენი საქმიანობები და თვითონაც გამვითარდეთ და ჩვენი ქართული ბრენდიც გამვითარდეს. აი ეს არის ერთ-ერთი სერიოზული აზრი მე როგორც მგონია. ასე რომ იმერი მოტორს ჩვენ ვაკეთებთ ახალ რეალობას,
ავტომობილები ჩინეთიდან, ლოგისტიკა ჩინეთიდან, დანარჩენი კიდე მოგვიანებით. Bye bye.